არის თუ არა 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინაში მშვიდობის დამყარების კარგი საფუძველი? Well, obviously, ცხადია, ზოგიერთი ელემენტი კარგად უნდა იქნას გააზრებული. სწორედ ეს ვნახეთ გუშინ ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, რაც საფუძვლად დაედო შეერთებული შტატებისა და უკრაინის დაახლოებას, რომ პროცესმა წინ წაიწიოს. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ გუშინ უკრაინულმა და ამერიკულმა დელეგაციებმა ძალიან წარმატებული შეხვედრა გამართეს და ეს რა თქმა უნდა ამ გეგმას ეფუძნებოდა. ამ გეგმის ყველა პუნქტს არ განვიხილავ, მაგრამ როგორც საფუძველს, გუშინ მან თავისი დანიშნულება შეასრულა. ორ მხარეს შორის ნამდვილად შედგა დიალოგი. the two parties to really dialogue. როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია თუ არა ვენდოთ პუტინს, შეუძლია თუ არა უკრაინას ენდოს პუტინს და შეუძლიათ თუ არა ნატოსსა და ნატოს მოკავშირეებს ენდონ პუტინს? მოგეხსენებათ, მე პუტინთან მუშაობდი, როდესაც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ვიყავი, სანამ ის 2014 წლის მარტში ყირიმში შეიჭრებოდა. როგორც ადრე მithქვამს, მე ამ კაცის გაგების მცდელობები შევწყვიტე, მაგრამ ერთი რამ ვიცი ზოგადად რუსების და კონკრეტულად პუტინის შესახებ. როდესაც შეთანხმებას დებთ, უნდა დარწმუნდე, რომ მის ინტერესებშიც არის მისი დაცვა. სწორედ ამიტომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი, რომ როდესაც უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, ის აღარასდროს შეეცადოს იმავეს გამეორება და ის ამას აღარასდროს შეეცდება, როცა იცის, რომ მისთვის დამანგრეველი შედეგები მოხვდება. თუ ის ცეცხლის შეწყვეტის, სასურველია გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ კვლავ შეეცდება უკრაინაში შეჭრას. Preferably